გმირები, ზღაპრისა და კინოფილმის პერსონაჟები, რეალური და წარმოსახვითი სახეები, ხელოვნების სასახლე თოჯინების ჯადოსნურ ამბავს გიყვებათ. ზღაპრულ გარემოში, რომელიც დიდსა თუ პატარას ერთნაირად აღაფრთოვანებს, 30-მდე მეთოჯინის 65-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ექსპოზიცია ხელოვნების სასახლეში მუზეუმების საერთაშორისო დღეს, 18 მაისს გაიხსნა. თოჯინების ჯადოსნური ამბავი, ასე ქვია გამოფენას, რომელიც ხელოვნების სასახლეში 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიხსნა. აქ არის წარმოდგენილი დაახლოებით 30 მეთოჯინის ნამუშევარი, სულ არის 65 თოჯინა. პირველი შემთხვევაა, როდესაც მუდმივ საგამოფენო დარბაზებში გამოვფინეთ ჩვენ ეს თოჯინები, თანამედროვე ხელოვანი მოღვაწეების ნამუშევრები და ყველა დარბაზი სასახლის მეორე სართულზე დატვირთულია ამ მართლაც ზღაპრული და ჯადოსნური თოჯინებით. გარდა იმისა, რომ თვითონ თოჯინები არის აი ამ ავტორის დამზადებული, ისინი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც დიზაინერებიც, იმიტომ რომ თითოეული დეტალი, რომელიც გვხდება თოჯინაზე, მათი ჩაცმულობა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარი, თმის ვარცხნილობაც კი შერჩეულია და ამას ესრულავენ თვითონ მეთოჯინეები. საკმაოდ დიდია დაინტერესება, ეს დამთვალიერებელი არ არის მხოლოდ პატარა ბავშვი, ზრდასრულ ადამიანებსაც ძალიან ხიბლავს და ყველა ნასიამოვნები გადის სასახლიდან. ყველას თავისი ხასიათი და ინდივიდუალიზმი აქვს. ზოგიერთი სკამზე მოკალათებულა, ზოგიც კი მედიდურად დგას. რამდენიმეს თბილი ღიმილი ამშვენებს. კაცრი და ჩაფიქრებული გამოხედვა. თითოეულის უკან ნამდვილი ისტორია იმალება. მიმიკა, ტანის სამოსი, აქსესუარი, თმის ფერი და ვარცხნილობა. ამ დეტალების ერთიანობით დამთვალიერებელი თოჯინების ჯადოსნურ ფერად სამყაროში მოგზაურობს. ნინო ჩიკვილაძე ერთ-ერთია იმ მეთოჯინეთაგან, რომელთა ნამუშევრებიც ხელოვნების სასახლეში გამოიფინა. ამ გამოფენაზე შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო, იმიტომ რომ დამერწმუნებით ეს არის საოცრად ზღაპრული, გამორჩეული ადგილი თბილისში და ძალიან დიდი პატივია ქართულ მეთოჯინეების მხრიდან, რომ მოგვეცა საშუალება აი ამ გარემოში ძალიან ორგანულად გაგვეთავისებინა ჩვენი ნამუშევრები. თითოეული ეს ნამუშევარი ჩვენ მხრიდან არის დატენილი, ასე ვთქვათ, იმ ემოციით, განწყობით, ხალისით, ბედნიერებით, რომელიც აი იმ მომენტში, შექმნის მომენტში გვაქვს ჩვენ. ვფიქრობთ ამას რაღაც უცნაური ფორმით, ზოგჯერ კლასიკური გამოსახულებით, ზოგჯერ ძალიან უცნაური სახით, ზღაპრის გმირით თუ შეიძლება ცხოველის სახით არის გადმოცემული. ნინო ჩიკვილაძის შემოქმედება მრავალფეროვანია. გარდა კინოპერსონაჟებისა, გამოგონილ და რეალურ სახეებსაც ქმნის. ეს თოჯინა თავად შეარჩია, ფიქრობს, რომ ამ გარემოსთვის ყველაზე ორგანულია. ამ გამოფენაში წარმოდგენილი მაქვს ჩემი ბოლო ნამუშევარი. ეს არ არის პორტრეტული თოჯინა, ეს არის ჩემი შინაგანი განწყობა ამ გმირის მიმართ. მისი გარეგნული იერით მინდოდა იმ ხასიათის გადმოცემა, რომელიც წიგნიდან ამოვიკითხე და კინო ეთერიდან მივიღე. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის გარდა მისი გარეგნული იერსახისა, მეტნაკლებად მიახლოებით გადმომეცა იმ ეპოქის კოსტუმი. გარკვეული რაღაც კვლევაც ჩავატარე მე-18 საუკუნის მამაკაცის კოსტუმის გარშემო 2023 წელს სარაჯიშვილის ქარხნის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში ჩემი თოჯინა დაჯილდოვდა საუკეთესო კოსტუმის ჯილდოთი, ასე ვთქვათ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, მოულოდნელი იყო და სხვა იდეა ეს იყო დიდი мотиваცია ჩემთვის, რომ უფრო ესე ვთქვათ, ინტენსიურად, უფრო სიღრმისეულად გავეგრძელებინა
ამ ხელოვნების ამ დარგში მუშაობდა. თანამედროვე მეთოჯინეების გამოფენა, რომელსაც ხელოვნების სასახლის 4 დარბაზი უკავია, 15 ივნისამდე გაგრძელდება.